გუში როგორც საინფორმაციოში წავიკითხე ერთი ბავშვი დაიღუპა 21 წლამდე ლანჩხუთში ავტოსაგზაოს შემთხვევით და მინდა ახლა გითხრათ რომ რამოდენიმე კვირის წინ ავტოსაგზაოს შემთხვევაში მოყვა ახალგაზრდის მსხვერპლი ავტოსაგზაოს შემთხვევას ბელგიაში და მეორე დღეს მთავრობის წევრები ოპოზიციასთან ერთად იჯდნენ და საუბრობდნენ იმ თემაზე კიდევ რა ღონისძიება გავაკეთოთ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, კიდევ სად უნდა გავაფართოვოთ გზა, კიდევ რა რეგულაციები შემოვიღოთ, რომ რაც შეიძლება მსხვერპლი დავიყვანოთ ნოლზე. აი ესაა ხელისუფლება და ესაა ზრუნვა ადამიანებზე, აი ესაა ევროპა. ჩვენი ხელისუფლება არაფერს აბსოლუტურად არ აკეთებს, ყოველწლიურად მზარდი ავტოსაგზაოს შემთხვევების მსხვერპლის მიუხედავად, აი არაფერს და ყველაფერს რა თქმა უნდა აბრალებს სხოლს, აბრალებს ყველას და ყველაფერს, ოღონ არ იბრალებენ თავის თავზე. ოღონ არ ფიქრობენ როგორ გამოასწორონ ეს სიტუაცია. აი ეს განსხვავება ქართულ ხელისუფლებას და ევროპულ ხელისუფლებებს შორის. და ახლა ისე სტატისტიკისთვის ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე და მითხრა რომ ბელგია არის 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ბელგიაში დარეგისტრირებული არის 6 მილიონ 100,000 მანქანა და 24 წელს ავტოსაგზაოს შემთხვევით ბელგიაში დაიღუპა 455 ადამიანი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ და გკითხოთ. საქართველოში 3 მილიონი ვარ თუ არა, კიდევ ეგ ღმერთმა იცის და ვერ დათვალა, ვერც ხელისუფლებამ არ დათვალა და რა ვართ რა, ვითომ ჩინეთი ვართ ახლა და ვითომ არაფერია, გან ერთი ახალგაზრდა მოკტა, მაგი არაფერიაც. აი, იქ ორი მოკტა, იქ ცოლ-შვილი მოკტა, იქ ოჯახი გაცდა. საქართველოში მოძრაობს 1,790,600 მანქანა. აქედან ახლა რამდენი მოძრაობს კიდევ ღმერთმა იცის, მაგრამ რეგისტრირებული ამდენი. და 3 მილიონი არცა ვართ. აი და ნახეთ, ავტოსაგზაოს შემთხვევები ტოლი არის ბელგიას 12 მილიონიან ბელგიასა და საქართველოს 3 მილიონიან მოსახლეობაში. ეს არის უკვე კატასტროფა და არ ვიცი რა, ამას შეგუებული ვართ, მივდივართ, უსამძიმრებ ცრემლებს დავღვრით და მოვდივარ და არავის აღარაფერი აღარ გვახსოვს. არ გვახსოვს რომ ჩვენთან საქართველოში სიკვდილიანობამ უკვე 2-ჯერ და 3-ჯერ გადაასწრო შობადობას. და ახლა ბოლოს მინდა ერთი რამ თქვა, ტროლებო და ბოტებო. ჯვარი წერია ყველას აბსოლუტურად, ჩემთვის ყველა ქართველია, ყველა ახალგაზრდა. მაგრამ ჩემი უფლება რომ იყოს და თქვენი შვილი იყოს დაღუპული, მე პირადად აგიგზალავდით დატირებას და ცრემლების ღვარას. იმიტომ ჩვენი გულგრილობა, ჩვენი უპასუხისმგებლობა, თუნდაც ჩემიც და თუნდაც ყველასი აბსოლუტურად გვამყოფებს ამ დღეში, რა დღეშიდაც ვართ და დღე კვირა და 2 დღე არ გავა, რომ არ გაიგო ავტოსაგზაოს შემთხვევით დაზარალებულ, გარდაცვლილ, დაინვალიდებულ ადამიანებზე. მე მგონია დრო არის უკვე. დავანებოთ, კაი, პოლიტიკა არ გინდათ და თურმე იგი არ გინდათ, მაგრამ თქვენი შვილის სიცოცხლეზეა საუბარი, დედა აფეთქებული. თქვენ სიცოცხლეზეა საუბარი, დედა აფეთქებული. დაფიქრდით და ვაიძულოთ ხელისუფლება დაიწყოს სრულმა იმაზე, რომ ჩვენი გზები იყოს ისეთი უსაფრთხო, როგორიცაა ევროპულ ქვეყნებში. მადლობთ ყურადღებისათვის.